3 წლის განმავლობაში მიღწეული მთავარი წარმატება გაზრდილი ბიუჯეტი. რეგიონის პირველმა პირმა საზოგადოებას მთავრობის მუშაობის ანგარიში გააცნო. არჩილ ხაბაძემ იმ ფაქტორებზეც ისაუბრა, რამაც რეგიონის მთავრობას ეფექტურად მუშაობის საშუალება არ მისცა. რომარა აჭარის საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობას შორის პოლიტიკური დაძაბულობა და ვნებები, ასევე სტიქიური მოვლენები ხაბაძეს მიაჩნია, რომ რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლება უფრო მეტ წარმატებას მიაღწევდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მთლიანობაში რეგიონის პირველმა პირმა 10 ბალიანი სისტემით 3 წლიანი მოღვაწეობა 7 ქულით შეაფასა. 128 მილიონიდან 210 მილიონამდე გაზრდილი რესპუბლიკური ბიუჯეტი, სოციალურ სახლებში 182 ოჯახისათვის უსასყიდლოდ გადაცემული ფართები და ბინებით უზრუნველყოფილი 209 ეკომიგრანტი. 2012 წელთან შედარებით 22%-ით გაზრდილი დასაქმებულთა რაოდენობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 3 წლის ანგარიშის წარდგენისას ეს საკითხები გამოყო. ჩვენი მთავარი მიზანი და მიღწევა ჩემთვის არის ის, რომ ბიუჯეტი უკვე 2016 წლის ფაქტურად გაორმაგებული გვექნება, ვიდრე 2013 წლის ბიუჯეტი იყო. ბიუჯეტის ეს ორმაგი ზრდა გამოწვეული არის და მთავარი მიღწევა არის ჩვენი მუშაობის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის ზრდით და ანალიზს თუ დაუკვირდებით, საშემოსავლო გადასახადის მოცულობის ზრდა ბიუჯეტში გულისხმობს ახალი დასაქმებული ადგილებს ან ხელფასის დას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მომავალ წელს ხულო ადიგენის გზის რეაბილიტაციაც დაანონსა და განმარტა, რომ სამუშაოებისთვის 110 მილიონი ლარი დაიხარჯება. მილიონ ლარზე მეტი კი კურორტ ბეშუმში კანალიზაციისა და შიდა გზების მოწყობას მოხმარდება. არჩილ ხაბაძის განმარტებით წელს სამთო სათხილამურო კურორტი გოდერძიც გაიხსნება. 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყება ხულო ადიგენის გზის მშენებლობა. ეს დაახლოებით არის 50 მილიონი ლარის ღირებულების, დაახლოებით 110 მილიონი ლარის ღირებულების პროექტია. ბეშუმის კურორტის ესე იგი დაახლოებით მილიონზე მეტი, 1,5 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული 2016 წელს. მოეწყობა კანალიზაციის სისტემა, წყლის სისტემები. შეხვედრის ფორმატი მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის, რის გამოც ისინი ანგარიშის წარდგენას არ დაესწრნენ. მიწვევა მიიღო დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ, თუმცა კითხვების დასმიდან თავი შეიკავა. ეს ფორმატი არის ჩემთვის მაგალითად პირადად ერთი დეპუტატისათვის და ჩემი კოლეგებისათვის არის მიუღებელი. დარბაზში მოგეხსენებათ იჯდა ისევის ხალხი, რომლებმაც არა მათ უნდა მოიწმინონ ანგარიში, არამედ მათ უნდა ჩააბარონ ანგარიში. მე არ დავსვი შეკითხვები, რამე თუ მე დღეს მოусმინე მთავრობის თავმჯდომარეს და შეკითხვებს უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე, ბატონ მთავრობის თავმჯდომარეს დაუსვამს დეკემბერში. ოპოზიციისგან განსხვავებით, როგორც ფორმატს, ასევე 3 წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებს დადებითად აფასებენ მართველი გუნდის წევრები. ფიქრობ, ეს არის წარმატებული გზა, 3 წლიანი გზა. რა თქმა უნდა, არის პრობლემები, რომლებიც კიდევ პრობლემებად რჩება, რომელიც უნდა გადაიჭრას. აქ საუბარი იყო იგივე ეკომიგრანტებზე, სოციალურ დაუცველებზე იყო საუბარი. 2015 წელს გვექნებოდა დაახლოებით 100%-იანი ზრდა 3 წლის განმავლობაში, რაც იქნებოდა განხორციელებული. შეიძლება ითქვას დღევანდელმა ფორუმმა აჩვენა, რომ ეს არის რეალობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ყველა პარამეტრები გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ რეგიონში გვაქვს სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და აქტიურად მიმდინარეობს საინვესტიციო პროექტები. ასევე ვნახეთ ჩვენ პრივატიზაციის წილი, სადაც დაგეგმილი იყო 10 მილიონი და დაახლოებით გაყიდული არის 19 მილიონის ქონება მხოლოდ 2015 წელს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის 3 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა 10 ბალიანი სისტემიდან 7-ით შეაფასა და განაცხადა, რომ არა პოლიტიკური დაძაბულობა შედეგი უკეთესი იქნებოდა.